ვაგზელებ ფულიშონას ჯეტია ხუჩი და ერთა რა ფულიშონას ვაგზელებ კაცო ბიჭო შენ ამდენს და ლიკინებ რა ბიჭო შედი მეთქი ბოსთან სად შევიდე ბიჭო ბოსთან ბიჭო ამდენ ლაპარაკს ეხა შედით რა შეიმით რა შევარფი ჩუმატიყავ მოგეკითხო ბებია ეხა ბებია ჩემს თავი გაანებე მეთქი შენ გუშინ ჩამოსულო ბიჭო შენა შენ ჩამოგიყვან კარგად ჭვიანად რწამი კაი ბიჭო კაი რა დაიქოქეთ ამ ვიდეოს დასაწყისში ფულიშონას ვაგზელებ მეთქი რა ვთქვი ისეთი ისეთი არაფერი მაგრამ ამათ ბებიებს სანამ არ მოვიკითხო არ გეჩერდებიან და ხალხო აუყვანთ ეს ვიხავე 5000 ლაიქზე არა 5 კაც 8000-ზე და დააჭერე subscribe ღილაკს ბიჭო ბოსი გელოდებათ ოდა შევდივართ რა მოკლედ აუყვანთ ეს 10000 ლაიქსა დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ღილაკს და ბიჭო ეს ახლა ჩვენ წინაზე შევამჩნიეთო ბახილები რა ძმა ბახილები ჩაიცვით ვინ ხარ ძმა რა ბახილები ამ ოჯახში შემოსვლა ბახილების არ შეიძლება ბახილებს არა იმას დავიწმევ კიდე ბახილები გეყოს რა ბიჭო რა სად არის ბოსი ბოს ბახილების garaშე ვერ შეხვდებით გამოვიჟე ბიჭო გამოვიჟე გაუხუე ყველასა ბახილების საქმე შემოდით ხო და მე ვალაგო არა ეს ეზო არა ალაგე ბიჭო მაგაში გიხდიან ხელფას ამას უყურე ბიჭო ადრე მომიდო ბახილების შეცმ ესეთი აფერი არ გამიგია თუ რაღაც ვიღაცის ბოსი გიბაროს და ბახილები ჩაიცვიო გეუნებიან იმას შემოსასვლელში კაი ტუქში საიჩევიდე უკან რა ბიჭო სახში არ გვიპატიჟებთ ვინ არის ვაფშე ბოსი კარი და გაიგებთ რა საბავშვო ბაღია თუ რა გაცვია ეს ბიჭო რა არის ეხა აქ მოვიკითხავ ვიღაცებს ბიჭო 2 საათი ჭიშკართან მალაპარაკებთ აქ შემოვიდი ბახილები ეხა ტანსაცმელებზე მელაპარაკე გადაგახევ მაგ ბლოკნოტს თავზე სად არის ბოს დროზე მითხარი გადი უკან და ეგრე ბიჭო სანამ ამათ არის მენ არის დააფარებ თავზე ყველაფერს მანამდე არ ჩერდებიან ხოლმე რა მეთქი ბიჭო ბოს გამოდიან იასნა გადაეცი ეგრე მიდი ჩემი პოსტალიონი ბიჭი მენა სიჯიმ რომ ვინმე არ წამოეკიდოს არ შეიძლება რა არის ეს კიდე ვინ არის ამ ქალაქში ესეთი ჩამოსული ისეთი რომ ჩვენ არ ვიცით და ესე დგება ტიპი და ბედავს რომ დაგვირეკოს რაღაც და ეს ტაილერი არ არის ბიჭო გამარჯობა როგორ ტრიალებს არა ფრანკლინ ცხოვრება დაგატრიალებ ხა ბიჭო ეშმაკის ბორბალივეთ გამარჯობა მაინც თქვი ჯერ მაიცა მართლა საბავშვო ბაღში კი არა ხარ ბიჭო რა გინდა ბიჭო აქ დიდი დრო გავიდა დიდი მოკლედ ხიცი ცხოვრებაში ცუდი იმითო ხდება რომ კაი უნდა მოხდეს ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast-ი რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთამი ვახშენი უფასო სკინი ხარ უნდა აქვინოს სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკი და რა გინდა ხე შეავადმყოფო ადამიანო თქვა რომ შენი ცოლი ავარიაში თუ ავარიაში არა მომენტი გული შეტევით რომ დაიღუპა ეგ ცუდი იმიტომ მოხდა რომ ეს კაი მომხდარი იყო და შენ რაღაცის ბოსი გამხდარიყავი შენი ჭუით შენ ცოლს თავი გაანებე ბიჭო ხო და ბიჭო წესია დილაპარაკი აქ ვერ გავიგე რასა ლაპარაკოა რაღაც ცუდი იმიტომ უნდა მოხდეს რომ კაი უნდა მოხდეს ვაი შენ პატრონს უბედურს თუ მაგას ფიქრობ რა გინდა მოკლედ რა რატო დაგვიბარე და რა არის ეს ვაფშე რა მასკარადი არის ან რა აქ საიდან გაიჩითე შენ ალბათ დაგავიდა ბიძა ჩემი ვინ არის არა ბიძა შენი ვაგოსების ლიდერი ხო არის ხო არის მერე ხო და რაღა მერე ვერ გავიგე არაფერი იქიდან რაღაც ხალხი გავჭიტე ისეს და გადაწყვიტე საკუთარი ორგანიზაცია ჩამომეყალიბებინა სხვათა შორის ბაბუა ჩემი გეცოდინება შენ მე ლუკა რო არის მაგან ესროლა და ვაგაზეს ვიძიებ ჩურს რა და ლუკა ეს გიასამისფერების ყოფილი ლიდერი რა ეხლა ვიღაცები ამოუხოცი ეგ მაგრამ კაროჩი რა ხო მაგრამ ბაბუა შენი ვინ არის გამაგებინე შენი ყოფილი ადვოკატი რა თქვი ბიჭო ხო აი ესე შემთხვევით ტრიალებს ყველაფერი ამ ცხოვრებაში და ამოსავანტყოფიდან მაგას ულოდები და სანამ ეგ სავანტყოფიდან გამოვა ეხლა შენ და შენმა ძმაკაცმა ჩაალაგეთ თქვენი ბარგი და აქედან მოძუძგეთ და ამ ქალაქში ვაფშე აღარ დაგინახო ჩამოსულები რა დღეში ხარ ბიჭო რამე გარკვევის ვერ ვთქვი თუ რა არის ვერ გავიგე კაი ბიჭო ნუ გამაცინე ხა რა წადი ეგ შენი პლავკები გამოიცვალე ან გიბანავე გაგრილდე ცოტა რაღაცა ტვინი რაღაც დაალაგდეს თავის გემოზე და კესტუ აღარ გვინდა ჩვენ ზემეთე ლაპარაკი რა ანუ შენთან არ მინდა პროსტა ანუ ხო როგორ უნდა გესროლო ეხ ადამიანს გიცნობდე წარსულში და რეები მოხობ შენზე გაკეთებულში უმადურო ადამიანი პროსტა კომენტარებში დაუწერეთ ამ უმადურს და დაუნახავს რა გვაქვს ამისთვის გაკეთებული და როგორ იქცევა ნახე რა ვაფშე ბიჭო ამ ადამიანს როგორ დიაუდაკი ბებია მისიც ცნობდი მე რა ვიცი ამის ბებია ვინ არის ბაბუას როგორ ჩნდეს კი ვიცნობდი ჩემი ადვოკატი იყო აი ეგაა საქმეც მაო ჯერ ბებია ნახე რომ მერე
დაიცადე როგორ არის არა შვილი ბები სარკეაო ой სიჯი სულხან საბაურბელიანი რა დღეში ხარ ბიჭო ესეა დილაბარაკე ბიჭო ბებია შენს რო გაიზარდე შენს დილობა გექნებოდა მოკლედ რა ტაილერ არ ვიცი ხლა აქ რა საბოშო ბაღი გაქვს მართლა მოწყობილი რა მაგრამ დალაგდი ხა დაწნარდი ამბიციებს და ემოციებს არ აყვე ეს ახალი თემაა ხა შენთვის ვიცი რაღაც სახელოსნოდან პირდაპირ გადმოჯექი რაღაც ბიძაშენმა დასვიანი და რაღაც მასკიანი ტიპები გამოგაყოლა და რაღაც ის შექმნა გინდა მაგრამ ბიჭო ქალაქში Black Mamba არის number 1 და всё იქ მორჩენილია ყველაფერი და აქ რაღაცა თემების დალაგებას ტყუილად ნუ შეიძლება იმიტომ რომ შენთვის კარგად არ დასრულდება ხედავ ისთვის არ დასრულდა კარგად შენი ორი ძმაკაცი კი იპოვის ხო ჩაცხრილული ოპა რა თქვი ბიჭო ჩაწიე იარაღი არა რა თქვი გამაგებინე რაც გავიგე ბიჭო შენ რამე ხო არ გირევია მაგათთან არაფერი მოკლედ მოუსწრე ხლა აქედან მოუსწავ არა ხა ისა კიდე ხო და ეტუქ შემოსული აღარ დაგინახოთ რა ერთი ის მინდოდა ახლა მე თქვა რომ ორი დღე გვქ ქალაქის დასატოვება სხვა შემთხვევაში მე უკვე ჩემ საქციელზე პასუხს არ ვაგებ და არ თქვით არ გამიფრთხილები ხართო არ გაგიფრთხილები ვარ არა ის დავაი მოდით აქ ბიჭო ვახ სიჯი izvini სიჯიზმა izvini თავი ჩემი ადე ბიჭო რა თავი ერთი წამი და იცადე ამას უყურე ბიჭო აქ რა დღეშია მომიდო მან აქ სიტუაციის დალაგება ეგა მოდი თქვენი აქ ვახ ჩემი რამ გამთიშა უცბოთ სადარიან ესენი აგერ ერთი დაცვა აგერ აი ეს ერთი ამის ბაბუა ნახე ბიჭო ჩვენი ყოფილა დუკატი ყოფილა ნახე აქეთ ვინ არის? ესენი მინდა ხუცა. ერთმანეთს დაუშვეს, ამათმა დავიჯერო? იცოდე ბიჭო ამას? რა გჭირს თვალებზე? ცოტა ჯამისის ხლიან და ჩემი. რა გჭირს ბიჭო, თო ანთება გაქვს? არა, პროსტო. რა პროსტო ბიჭო, წამო, მალე ექიმთან მივიდეთ და მოკალეთ რა სად გავურდე ტაიგერს კი არ მახსოვს. იმედი მაქვს მორჩა მაგის ერთი ბიძამისთან უნდა მივიდე იქ რა. იცნობ ბიძამის? ვიცნობ რომელია, წამოდე ეხლა პირდაპირ, ანუ всё, გადამეკეტე ეხლა ბიძამისმა დავიჯერო ეს ყველაფერი არ იცოდა ეხლა ბიძამისის გარეშე ესამდე. ოპა, ვის ეს რო ბიჭო? ეგ არის ხო კიდე ერთი შუალითებს მიწევდა და ისწავლობდა ვის ჭკუა. კაცი ხარ ჩემი. ხო ანუ ბიძამისის გარეშე ტაილერი ვერაფერს ვერ გაბედავდა საერთოდ რა. ამიტომ ეხლა წავალ პირდაპირ ბიძამისთან. ბიძამის დაველაპარაკე, მეთქი ბიჭო. შენი ძმიშვილი ესე იქცეოდა რა. 1-2 ყურს ავარტყავ, ეხა ყურის ძირში უფრო სწორედ. გაიგებს, არ გაიგებს და მე მექსიკელებსაც მივაყოლებს ედ რა, ვაგოსებს. მის მინდა ეს ბიძამისი იქნება უეჭველი? იქ არის კაცო სულ ვაგოსების ტერიტორიაზეა რა. დავაი მედი აბა ერთი. ბიძამისი ის დედა არ უნდა იყოს ამის ბებია იდეაში? ხო. ხო და მე სამოწამო ერთი ძმაო, მაგას უკვე ეცოდება დედამისის აკონტაქტო. და სხვა და შორის მერჩებს უკვე ბევრი კითხულობთ და დღეს საღამოს ან ხვალ დილით უკვე დაიდება ისევ საიზე გაყიდვაში, ანუ შეკვეთილი იყო და რაღაც რაოდენობებს ველოდებოდით და ხვალ დილიდან ყოველ შემთხვევაში სტიკლაბის საიტზე კვლავ შეძლებთ რომ შეიძინოთ მერჩები, სიჯის სუდი, Black Mamba-ის სუდი, რავი მოკლედ ყველაფერი რა, გადადით და ათვალიერეთ და შემდეგ უკვე TikTok-ები რა თქმა უნდა თქვენზეა და რა ვიცი ყველას ვარეპოსტებთ, ყველას ვალაიქებთ, ყველას კომენტარს უწევთ, სადაც ჩვენი ხუდი შეგხვდება საკმაოდ სასიამოვნოა და სხვათა შორის უკვე საკმაოდ ძალიან დიდ მასშტაბებზე გავედით და რა ვისაც ხუდი აცვია და ვიდეოს დებს ყველას ვიდეო ვარდება აბსოლუტურად და ოპა ბიჭო ბევრი არიან ხო იცი ესენი ბევრი არიან და ის ხალი ვინ არის წინ გონი კაკრას ბებიაზე გავედით ერთი წამი აი აქ შემობიჭო არა ბევრი არიან აქ ხა სროლისატეხოს აზრი არა აქ თო არა მართლა ბევრი არიან ბიჭო ხარ გაიგეს რომ დაუშვით აქ ხარ ველოდებიან არ ვიცი აბა გადმო ერთი წამი ფრანკლინ რამ გაგახსენა ჩემი თავი გაუმარჯოს თმა ვახ დაჭე ჩემი ოდი აქ ეგერევე ბიჭო მივედი თუ არა დაგვიშვეს ხوار გადაობ გაჭირე წამო დავუშვათ მამეთ ამათ უყურე ბიჭო აგერა მაგას კაი იარაღები მოდით აქ თქვენ ვერ იწავლეთ არა ჭკუა 1 2 და 3 წავიდა ესე აქ კიდე ერთი დავაი წავიდა თქვენ გასწავლეთ ბიჭო ჭკუას და თქვენ გასწავლეთ ვინ არის გეტოზე მთავარი მოვედი და დამიშვეს ეგრევე ეგ უეჭველი ბიჭო ვიღაცამ დაურეკა ეხლა ამათ ესეო და გველოდებოდნენ აქ წავიდა ბიჭო ხარ სატო ესროლე მესროდა ძმა აუ ხადაო ფრანკლი რა დასისხლიანებული ხარ საცოდაო ნახეთ რა ჭირს ფრანკლის თო ესე დასისხლიანებული ფრანკლი მგონი არ მოხსა რა სწორ ყოფილა ზანცუ დღეშია ჩემი პოლიცია ბიჭო უკნიდანაც და წინიდანაც ერთი წამი აქ ერთი ავიყვანეთ აქეთ მეორე მამეთ მესამე მეოთხე არა ეს მეხუთე იყო ბოსი სად არის ბიჭო მაგათი ბიძამისი აქ არისო ეხლა გაიქცა ბიძამისი ჩემი აი უღოთ ჩვენი ულტრა ბგერითი იარაღი და კარგად იყავით მოუბრალოდ ჩემო ქანს თავში არ დაეცე დავაი წამო სიჯი აზრი აღარ აქვს ხალხ ყოფნას გავიქეცით დაჯე
წავედით, ესე მოვხილდა სხვათა შორის. მეტყობა ალბათ ხმაზეც და ყველაფერს, რომ დიდი ხანია ვიდეოები არ გადამიღა და ცოტა ისმინდა რა ტემპში ჩაჯდომა მინდა რა. წინა ვიდეო სხვათა შორის კარგად წაიღო, იმედო ეს ვიდეოც ესე წაიღებს და რაღაც ყოველდღე რაღაც რო დავიწყო, ცოტა დაუბრუნდები ზვალებურ რუტინას. თორე ერთი 100 და 15 დღე ვიდეო რო არ მქონდა ესეთი წესიერად გადაღებული და რაღაც პაუზები მქონდა უკვე ვიდეოების გადაღების ხარეს არა ჩვენ გვეტყობა და ანუ ვეღარ ვუწყობ უკვე რა სერიალებს. ხეთ გაიტანს რა 1-2 ვიდეოში და მე გავაგზავნე ჩვეულებრივად ყოველდღე ხა გუში ხო დაიდო დღესაც დაიდება, ხვალაც დაიდება, იმედო მოგწეს მეორე არხზე დაიდება და გიგის არხზე სხვათა შორის გუშინ დაიდო ვიდეო და დღესაც დაიდება გიგის არხზე, ამიტომ გიგის არხით გამოვიწერეთ, იმიტომ რომ გიგის არხისზე რა ვიდეოებიც იდება, პირდაპირ მიბულია ჩვენ ვიდეოებზე, ანუ ხა გიგი ჩვენთვის კონსოლს ეზობს რა, იმიტომ რომ კონსოლზე უნდა მოვხილოთ ხა ჩვენ 27 მილიონი ხო გვაქვს რა და იქ გვინდა უკვე რაღაც თემების დაალაგება, ამიტომ სანამ გიგი არ ეპოვებს კონსოლს ესე დავბოდიალობთ, ამიტომ გადადეთ და გიგის გავუსვამეთ კომენტარებში, რომ გიგი კონსოლი იპოვეთ როზე რა, არ შეიძლება ძმაო ესე. და ფული ახლა ღებული ბოლო მაგაში და მოკლედ თქვენზე ვარ დამოკიდებული, დაუწერეთ კომენტარებში რა. აუ ბიჭო, აი იყო კიდე ეს პოლიცია 4 ვარსკვლავზეს რანაირად დავიკიდე, რავი არ გამიკეთები ეგეთი არაფერი 4 ვარსკვლავიანი არ მეკიდა, მაგრამ ჯანდაბას კიდე კაი რუსულ ნომრებზე ვართ. ეგრევე რუსებს შეეტენებათ ახლა ეს ყველაფერი და ჩვენ გამოვალთ სულთად რა. აქედან დაიცა ვერ ჩავალ, აქ რაღაც არხი კია, ერთად ჩამოვიდეთ აფრთხილად. წესი ნომერი პირველი, პოლიცია მოგზებს და იმალე არხში. აქ რამე გვირაბი არ არის? მაინც და მაინც ხარ რა, არაფერი გვირაბი აქვს რა, იყო ჩი. ოპა, არა და ვახ, ეს რაზმელები გაიჩნდნენ. აუ ბიჭო, აქიდან მე წინაზე მაგრად დავემალე პოლიციას. აი, აქ ვიყავით მახსოვს. ვახ. ოპა, რა კაი მომენტი იყო. აქ ვიყავით. აქეთ ესე გადმოვედით. და არა, ძმა, არა, რასაკეთებ? არ დაიბრიდო ზრავი? ძმო, ნადირია, მანქანა კი არა, ნადირია, ზრავი როგორ გადარჩე ხლა, აქ არ ვიცი, მაგრამ დავაი წამოვედით ესე. იხოცები აქ რამე სასწაული თუ გადაგვარჩენს ახლა და სასწაული, ძმაო. ხო რა გადაგვირაბ, სად გაიჩით ახლა ესე უცბად, შევტეხეთ აქ. სასწაული თუ გადაგვარჩენს მეთქი და რაღაცა პატარა კუტუკი გაიჩით აქ გვირაბი. დავაი, დავიმალოთ. ეს წესე პოლიციას აციმცემდა. საღოლ იმენა, აი ძმაო, რაღაცა თუ ჩაიფიქრებ, სურულები ხდება და ჩაიხა მაგ ჩაფიქრებული 9 მილიონი გამომწერი და უეჭველი ძალიან მალე უნდა ავიდეთ 9 მილიონზე, ამიტომ დააჭირეთ subscribe ღილაკს, რაც მეტი გამომწერი მოგვემატება, მით მეტი ვიდეოები დაიდება რა, ლოგიკურია. ეგ არის მოგცილდა. ესე პოლიციას მოგცილდა და სახეზე ამ შრამს რა ვუყოდო? სახეზე შრამს კი არა, ბიჭო, ვაფშე ეხლა ამათ რა ვუყოდო? კატეგორია ეს რა ვიცი მე რა, ძალიან გაგვითამამ და ყველა. ისე სიჯი სათვალეების garaში რა სიმპათიური ყოფილხარდო? Ясно, ხალხო დაწერეთ კომენტარებში როგორი ტიპი ასიჯი რა. დაჯი, ბიჭო, უკან მიჯდები მძღოლი ვარ, ადმო დაჯექი წინ. რავი ეხლა რა. ავედით ახლა აქიდან ესე ფრთხილობ, ბიჭო, სად დამოვედი დედას ფიცავა, ეს რა ადგილი გავჩიტეთო? აქიდან ახლა სად გავდივარ? საუძვაო, ჯეტია, იგებ 1-6 წელია მგონი უკვე და ეხლა გაჩიტე ეს ადგილი? რა, მთელი რუკა ზეპირად ვიცი, მაგრამ ამ ადგილას მართლა არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს გვირაბი საბოლოოდ სად გადის? აუ ბიჭო, ვიცი, სადაც ავარდო? ეხლა აქ რო შევიდეთ, ისევ უნდა დავიკარგოთ გვირაბებში. ძამ ესე უკან წამოვიდე. ეხლა გავიგე ბიჭო, სადაც ყოფილი. არ პოლიცია მოგცილდებოდა, რა იქნება. აქ თუ პოლიცია მოგიპოვა, კიდე საღოლ და ანუ მომდევნო დასამალი ადგილს გავისვამ. ანუ არხიდან შეგვილა პირდაპირ შევძურეთ ლიანდაგებზე და იქიდან პირდაპირ გვირაბში გავუეჭრით. ძალიან კაი, მეორე დასამალი ადგილი რომელიც არის აქეთ. ბემოები ისევ. ბიჭო, ხო არ გადაო, კიდე ისე მხუთებითო? ოღონ ამჯერად თეთრი ფერის ვინები არიან ვაფშე ესენი? ხო ვერ გავიგე, ვიღაც დაქირავებული კილერები არიან, რომელიც დაუგზდებენ და რანაირად იგებენ ჩვენ მისამართს არა. კაი ბემოები კი ყავთ ისე სულ ახალი სერიები დადიან და თუ არ ინანებათ, მაგრამ ეს ხას უსვევს მომენტ იმაზე, რომ ესენი ძალიან მაყუთა კამანდაა. კაი, ვახ. ხილად. შევტეხეთ ესე. ალყაში ვარ დაგვერხა. მოდით აქ. ჩავცხრილოთ. არა, ბიჭო. ვახ. გადი ძმა აქედან, გადი. არა, იმენა, ისეთი ტანსაცმელები აცვიათ, რომ ანუ ვერც გაიგებ რომელი ბანდიდან არიან. დაქირავებულები არიან რა. ეგარეთ მო დაქირავებული კილერები არიან უეჭველი. დავაი, წავედით ესე ამათ სადმე თუ დავემალებით, თორე სხვა გზა არ გვაქვს. პოლიცია კიდე მე ამეკიდა, ბიჭო, თვითონ მომზდავენ მოსაკავა და მე ამეკიდეთ, კაი შევტეხეთ. სო შანსი აღარ აქვთ ამათ, ვეღარ გვიპოვიან. რა გამოვიდე, რო გავიქეცით? ბიჭო, სიტუაცია სჭირდებოდა ეგრეთ, რომ Black Mamba არასდროს არავის არ აუ, ბიჭო, კიდე აგერ, ჩემი რა იყო, GPS-ი აყენ. ბიჭო, ამანქანაში უეჭველი GPS-ი აყენია. ხო არ ხადაუდო. მაგრამ არა, Mercedes-ებს ხო ეგრე დაგვიჭირეს. ოჰო. მაშინ ჯანდაბიდან იგებენ ჩვენს ლოკაციას, ბიჭო, ხო არ გადო პოლიციას ვემალები და ამათ ვერ დავემალე აქ. ნახე. ამა შეხედე, ბიჭო, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან არიან საერთოდ. წამოვიდით.
დავა, იქ პოლიციას დაუშვეს, ეხლა იმათმა ძალიან კაი, პოლიცია და ეგენი დაუშვებენ ერთმანეთს და ჩვენ შეგვიძლია ეხლა პრინციპში ესე შემოვიდეთ. აქ ისე ლამაზად ვერ შემოვტეხოთ, მაგრამ ისე წავიდეთ. ესეთი პატარა ქსებით ვიაროთ ჯობია ისე როგორ შეგვამჩნიონ. დავაი დაუშვეს იმათმა ერთმანეთს, მაგრამ როგორც რუკაზე ვხედავ, ის ერთი BMW მენა მოუგზევს გამწარებული. ნახე. მოდის იმენა ტიპი რა. მოდ არა, აქ ეხლა უკვე წდება ჩვენი გზა და შეხედე. ამას შეხედე ეხლა. დავაი, აგერ პირდაპირ არ არის, იმენა შანსი არ არის და ამათი გაქცევის ვიდეო იქნება მომდენო ვიდეოში და დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ვინ არის ეს კამანდა. ანუ ვერ გავიგე საერთოდ. მაგრამ უეჭველთან ისეთი მანქანები დადიან, ძალიან მაყუთაროჟები არიან. ტაილერის კამანდა არ მგონია, რა ხوار გადავon ტაილერი, ჩემი ხელოსანი იყო და ეხლა ანუ ტიპი მეჯიბერება, ვის უფრო მაგარი დაჯგუფება ყავს, მაგრამ ნუ ოკეი, კაი რა, ყველაფერს გავარკვევ და Black Mamba გამოძრება ამ სიტუაციიდან ისევ ძალიან გავლენიანი ბანდა გაიჭითება და ვისაც გსურთ Black Mamba შემოუერთეთ, ხვალიდან ისევ გელოდებით სტიკლავზე, სადაც ჩვენი ულამაზესი მერჩი გაიყიდება. ვისაც ჩვენი ჰუდი აცვია Black Mamba-ია, ძმაო. ვინც ჩვენი ჰუდით ვიდეოს დებს, ყველას ვიდეო უარდება და ვინც გადაიყრებით ქუჩაში ისეთ ადამიანს, ვისაც Black Mamba-s ჰუდი აცვია, პროსტა ძმა, ჩამოიფარე სახეს რამე რო არ შეგამჩნიო მაგ პიროვნება და გაიარე. ეგეთ ხალხთან ურთიერთობას და რამეს არ გირჩევთ, ძმაო. და ბებო როგორ რა ეგ ხუდი ვისაც აცვია, ჟო ძმაო, ბებოები გადამალეთ.